კონკრეტულობაზე დაფიქსირდა წარმოუდგენელი დარღვევა ძალიან რბილად ჟღერს დარღვევა განაის როდესაც უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობით დაახლოებით 10 ბიულეტენი ხო? დაახლოებით 10 ბიულეტენი ფიზიკურად უცხო მამაკაცმა ეს ყუთში ჩატენა იყო ფიზიკური დაპირისპირება შიგნით უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა. წარმომადგენლების გარდა ამ უბანზე იმყოფებოდა ისვეთის წარმომადგენელი, ჩემი ინფორმაციით მას აქვს საჩივარი დაწერილი, რა თქმა უნდა ხახნო აგებენ ამ არჩევნებს, წაგებული აქვთ, ყველა მსხვილი ქალაქი აქვთ წაგებული. ბატონი კობახიძის გაცეცხლებული ბრიფინგის შემდეგ, როდესაც მან აღიარა რომ აგებენ მუნიციპალიტეტებს, აი ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში როგორც ჩანს მიიღეს ბრძანება მათმა აქტივმა და სადაც შეუძლიათ ჩადიან მსგავს ქმედებებს, მაგრამ ამით რისი თქმა უნდათ, ამით რისი მიღწევა უნდათ ეს კონკრეტული უბანი როდესაც დაიხურება, ხო ყველა დავინახავთ რომ ქართულ ოცნებას კალაძე წაგებული აქვს და ამის გარდა უბრალოდ იქნება დისბალანსი და თავიდან იქნება გადასათვლელი და გასაუქმებელი იქნება ეს უბანი. ახლა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, შესაძლებლობით და ყველა თბილისელს მოუწოდოთ. არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი, რომ ამ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. ძვირფასო თბილისელებო, თითეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლება, რომელიც ყავს რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, აი ასეთ ჩაყრებს, საერთოდ არც ერთი ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი რომ აღარ მივიდეს უბნების დახურვამდე არჩევნების დასრულებამდე ხომ არის 2 საათი დარჩენილი. არც ერთი ოპოზიციონერი ამორჩეველი რომ აღარ მივიდეს ნორმალურ ვითარებაში ამ არჩევნებს ბატონი კალაძე მაინც წააგებს, მაგრამ ვინაიდან ისინი დიახაც მიმართავენ ყველა სახის მანიპულაციებს, ვიბრძვით, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, ამისათვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ პოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე. ხახნო, ეს არის ისტორიული დღე. ბევრჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას. დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად ისტორიაში კოალიციური მმართველობა, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ნახეთ რა ხდება ქუთაისში, ნახეთ რა ხდება ზუგდიდში, ნახეთ რა ხდება რუსთავში. ყველგან ძალადობენ, მაგრამ თავისივე აქტივსაც აღარ ჯერა წარმატების. ამ ძალადობასაც აღმოჩნდა რომ აქვს ლიმიტი. მაგრამ არ მეგულება არც ერთი ადამიანი, ვინც ახლა მე მისმენს, ვისაც მართლა უნდა რომ ხმა მიცეს ინიციატივას, ხმა მიცეს მრავალფეროვნებას, ხმა მიცეს ცვლილებებს და სახლში დარჩება. 2 საათი საკმარისი დრო არის იმისათვის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც კი ჯერ კიდევ არ მისვლათ, ვინც უკვე მივედით. თხოვნა, ვისაც შეგვიძლია, რომელ საარჩევნო უბანზეც ვართ ჩვენ რეგისტრირებულები და ხმას ვაძლევთ. ყველანი გავიდეთ და იმ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დავდგეთ. თითოეულ ადამიანს შეუძლია დიდი წვლილის შეტანა ამ პროცესში გამარჯვების მოსაპოვებლად. თითოეულ ადამიანს აქვს ფასდაუდებელი ახლა ფასი. დიახაც, ფასდაუდებელი როლის შესრულება შეუძლიათ ელემენტარულად ტელეფონით აღჭურვილები, ელემენტარულად შეძახილით, ელემენტარულად გამხნევებით იმ გმირი კომისიის წევრების, იმ გმირი წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უბნის გარეთ მნიშვნელოვანია ხახნო ოლიგარქს ვამარცხებთ მათ შორის დედაქალაქში. ამას ვერ ვიზამთრით თუ არა ერთობა, ამას ვერ ვიზამთრით თუ არა ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია, მაგრამ ბოლო 2 საათი კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ. არ შეგარჩენთ ბატონო კობახიძე, ბატონო ღარიბაშვილო და ბატონო კალაძე, რამდენჯერაც არ უნდა ჩაატაროთ სასოწარკვეთილი ბრიფინგი, არ მოგაპარინებთ ამ ხმებს. ქართული ოცნება პირიქით ამბობს. ქართული ოცნება პირველად აღიარებს უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, რომ ისინი აგებენ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს, ხომ? პირველად, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს აგებენ, მინიმუმ ეს უნდა გაამრავლო 2ჯერ და 3ჯერ. და არც მიკვირს რომ აგებენ, იმიტომ რომ მაქსიმალური მობილიზაცია გვაქვს. ბატონმა კალაძემ ის შედეგი, რა შედეგის პირველ ტურში
სექტემბერში დაიწერა და კერძოდ 216,000 ხმა გაიფორმა, რა თქმა უნდა, მithავს და გავიმეორებ, რომ ბევრ უბანზე მათ მოახერხეს манипулირების შედეგის გაზრდა. მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ? ჩვენ გავამაგრეთ ყველა საარჩევნო უბანი. მათ შორის მთელი საქართველოს ფარგლებში, სადაც მეორე ტური აღარ ტარდებოდა, იქიდან ვუხმეთ ჩვენს გამოცდილ კომისიის წევრებს, ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს და იმას ვეღარ აკეთებენ, რაც პირველ ტურში გააკეთეს. და შესაბამისად ბატონ კალაძეს აღარ აქვს ზრდის რესურსი. პლუს ამას ემატება, რა თქმა უნდა, კოალიციური ერთობა, რომელიც იყო წარმოუდგენლად მოულოდნელი ამბავი ქართული ოცნებისთვის, ხომ? ამას ემატება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის თავდადება, ხახნო. ძვირფასო მეგობრებო, ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია ჩვენ ახლა. აღარ არის სახში ჟდომის დრო, ვინც ხმა მივეცით უკვე მომავალს და ცვლილებას და კონკურენციას და შეჯიბრებითობას. გამოვიდეთ, ვართ სლოვაკელები, გამოვიდეთ სლოვაკის საარჩევნო უბნებთან, ვართ თაწმინდელები, გამოვიდეთ თაწმინდაზე, ვერელები ვართ ვერაზე გამოვიდეთ, ვაზისუბნელები ვართ სადაც ახლა ვიმყოფები, ვაზისუბაში გამოვიდეთ, საბურთალოელები ვართ საბურთალოზე გამოვიდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლოტკინელები ვართ ლოტკინზე გამოვიდეთ, ქუთაისში, ბათუმში. დიდი გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით. ჩვენ ეს ყველაფერი ამ წუთის მდგომარეობით ვაჩვენეთ. ახლა ვხედავთ, რომ ქართული ოცნება უბრალოდ ცდილობს რომ საკუთარი აქტივი აიძულოს და ჩაადენიოს მათ დანაშაული. მაგრამ როდესაც ისინი დაგვინახავენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ უკვე ფიზიკურად საარჩევნო უბნებთან, ისინი მეწუნეთ ვერ გაბედავენ. რატომ ნერვიულობენ ქართული ოცნების ლიდერები, იცით, გაგიხრეთ საიდუმლოს. ბევრი ადამიანი, ვინც მათ მიიყვანეს საარჩევნო უბნებთან, ნაწილმა მათგანმა ხმა მიცა ოპოზიციას და შედეგი აქვთ ის, რაც აქვთ ამ წუთის მდგომარეობით. ამიტომ დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ამ ბრძოლისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ თავდადებისთვის და თავგანწირვისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არის 2 საათი და არ უნდა მოვდუნდეთ, ხახნო, და 3 საათში ყველანი ერთად დავწუნდებით, რომ ეს სიტყვები არ არის ლიტონის სიტყვები და ჩვენ ერთმანეთის გამხნევება ახლა არ ვჭირდება. ჩვენ ახლა ვჭირდება თითოეული ხმის დაცვა. ახლა ვაპირებთ ხმების დაცვა, მე პირადად გადავადგილდები საარჩევნო უბნიდან საარჩევნო უბანზე, მოვუწოდებ, მე არ შევდივარ ოფისში, მოვუწოდებ ყველა კოალიციაში შემავალი პარტიების ხარდაჭერებსა და ამომრჩევლებს და არა მხოლოდ უბრალოდ გულანთებულ ადამიანებს. გამოვიდეთ და შვიდად ძალიან ცივილურად დავდგეთ ერთად. არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ოკრიმინალო ელემენტებს, რომლებსაც თავადაც არ ჯერათ, ხახნო, რასაც ესეთი გლდანში კადრულობენ, ეხა უბნებს ცდილობენ, რომ უბნები ჩაშალონ. გეკითხებით, რიტორიკულად დავსვან კითხვას, როდესაც ხელისუფლება თუ კი იმარჯვებს, რა სიჭირდებათ მათ ძალადობა? გეტყვით, გიპასუხებთ, კი არ იმარჯვებს, მარცხდება, მაგრამ და ამ შეცდომაში ჯიუტდებიან. ყველაფერი პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში წაგებული აქვთ. მათ შორის სამეგრელოში და ვახსენე ის ქალაქები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაგრამ თბილისზე პასუხს ვაგებ, რომ ბატონი კალაძე მარცხდება, ბატონი კალაძე არის უკვე დამარცხებული, ახლა მთავარია ჩვენ დავითვალოთ ხმები ისე, როგორც საზოგადოებამ ნება გამოხატა და არც ერთი ხმის მოპარვის შესაძლებლობას არ მოგცეთ კომისიის წევრებს მიმართავ და წარმომადგენლებს, მაგრამ დადექით ჩვენ ვიქნებით უბნების გარეთ. თქვენ იქნებით უბნების შიგნით, არავინ საარჩევნო შტაბებში, არავინ სახლებში, ყველანი გარეთ და ვამხნევებთ კომისიის წევრებს და დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს.